რას ფიქრობ, იცი, აი ეგ რომ მოხდა, დავიწყე ფიქრი ამ იმას, რა ქვია, ირაკლი კობახიძეს რა საშინელებებს და რა საშინელებებს იტყვიან კობახიძეზე, რომ აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი. აი, ეს არის ყველაზე საშინელი სანახაობა. ჩემთვის რომ ადამიანები ასე როგორ, ესე იგი, აი რა უნდა მქონდეს, აი რანაირად უნდა იყო მიჯაჭვული რამეზე ან ვინმეზე, რომ თანამდებობაზე ადამიანი მხოლოდ მაშინ ვაქებდე და მე ხდებოდეს ეს რა ქვია, მეორე დილით და ნაძირალა და სხვათა შორის, აი ისევ მინდა მიმართო ქართული ოცნების ხარდაჭერებს, რომ დააფიქრდით ღარიბაშვილი ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და გითხრას რომ მილიონები, ჯერ ეს წარმოუდგენელი რამეა, ეს ხალხი მილიონებს იმის რა ქვია, იმაზე დაძდებენ, რა ქვია, მილიონებს აგროვებს თუ ყველა თანამდებობას. ესე იგი, რამდენჯერ ჩატარდეს ექსპერიმენტი, რამდენი კაცი უნდა დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა პრემიერმა არ გაუმართლა, მეორემ არ გაუმართლა, ერთმა მინისტრმა, მეორე მინისტრმა, იმათმა მოადგილემ, ცოტა ხო უნდა დააფიქრდეთ ხალხო, რომ პრობლემა სად არის და დავფიქრდეთ, აი ყველანი, მარტო ქართული ოცნების მომხრეები კი არა, ჩვენც ყველანი დავფიქრდეთ, ხალხო, აი ვინც ნეიტრალური გონია თავისთავად, ანუ დავფიქრდეთ, კაცი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ერთი სიტყვა არ ათქმევიდეს დასაცავად. ადამიანს სიტყვას არ ათქმევი, იქნება მტყუილია ის მილიონები, იქნება არ ქონდა, ხალხო, ეს შეკითხვა, როგორ არ გიჩნდებათ? იქნება სუტყუილია, კაცს ათქმევინონ პრემიერს ორჯერ იყო არ ათქმევინებენ სიტყვას. ჩვენ რო დაგჭირდება ხალხო და ჩვენს დასაცავად ვის ათქმევინებენ სიტყვა, რომელსაც თქვენ რო დაგჭირდეთ, აი ქართული ოცნების რო გონიათ რომ მარტო მოწინააღმდეგებს და ვისაც არ მოწონს იმათ იჭერენ. აი ასე არ ეგუნა რამდენ მინისტრს, რამდენ მოადგილეს. რომ მოგად თქვენ ვინ დაგაცავთ, თქვენ დასაცავად ხმას ვინ გამოიღებს. ხო უნდა დაფიქრდეთ ამაზე რომ გამოსავალი ასეთ ვითარებაში სინამდვილეში ერთადერთი არის მართლა დემოკრატიული და მართლა თავისუფალი სახელმწიფო შექმნა. წარმოუდგენელია ჩვენ რაშიც აღმოჩნდით. როგორ შეიძლება რომ აი მართლა ეხლა ისევ ქართული ოცნების მომხრეებს მიმართო რომ ასეთი იტყვი, ესე იგი როგორ აუცილებელია განათლება რომ ასე როგორ მოვატყუებენ თავს რომ მე რამდენი წელია ამბობენ რომ ომში ჩათრევა უნდა საქართველოში და ამაზე ქონდათ საარჩევნო მთელი პროპაგანდა აგებული. ერთი ევროპას და ამერიკას ჩვენი ჩათრევა უნდა და იმაში ომშიო. ერთი ადამიანი, ერთი ჩანაწერი, ერთი სატელეფონო ზეპირი, ეპისტოლარო, ერთი კარნახი როგორ ვერ გამოაქვეყნეს, ერთი მაგალითი როგორ ვინ კარნახობდა, ვინ უბრძანებდა ევროპიდან ომში ჩათრებას და ეხლა ის რა ქვია, ახალის მოიგონეს, ვითომ უკრაინა ჯერ ესეთი საქართველოს ომში ჩათრევა რას მისცემდა იმად და მეორეც საქართველოს ომში აღმოჩნდეს, რომელიმე ომში ეს ჩვენი გადასაწყვეტი კი არ არის, ინგა რიგითი მოგვალათებს საქართველოს ხელისუფლების და თუ არ უნდა ამასაც იტყოდნენ და თუ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა და ვერაფერ ჩაგვიწევენ ვერცეთ ომში. და ეს ხო ძალიან მარტივი, ანუ ასე როგორ მოვატყუებინებ თავს, იმის არ იყოს ევროკავშირიც, იმიტომ უნდა საქართველოს გაწევრიანებ, რომ ისა ქართულ ვაჟკაცებს გაათხოვნო. ჯერ ესეთი რა შეურაცხყოფელია ხალხო, კაცებს მოგმართავთ, რომ იმის დაცვა გჭირდება, იმის ხელისუფლების ჩვენი გათხოვება, ასე წკიპზია, რომ ბირძანებას ევროკავშირი და უნდა გავთხოვდეთ მასიურად. ეს რა უბედურება, ასე როგორ მოვატყუებინებ, იმის მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მილიონზე მეტი ქართველი ინგა ისა ევროპაში და ამერიკაში. ერთი მაგალითი ყველა ოჯახს ყავს ნათესავი ახლობელ ერთი მაგალითი მოყვეს ვინმე რომ გამოეკიდენ იმ გასათხოვებლად კაცს ერთი მაგალითი როგორ ვერ ნახეთ ხალხო ასე როგორ უნდა მოვატყუებინო ეს რა უბედური პროპაგანდა როგორ შეიძლება რომ ამას ასე ვატყუებინოთ თავი ეს რა უბედური